პროკურატურის განცხადებას შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში მირიან გორგოძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში მირიან რასაც ცხადებენ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა გარკვეული შეფასებები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები ამ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები არის გარკვეულწილად ზომიერი, რადგან ორივე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რადგანაც საქმის გამოძიება სულ ახალი დაწყებულია, უფრო უპრიანი იქნება, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და სამართლებრივმა სტრუქტურებმა თქვან ბოლო სიტყვა რაც შეეხება ზოგად შეფასებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ როდესაც ისინი იყვნენ ოპოზიციაში, მაშინ ძალიან ბევრ ადამიანთან უხდებოდა შეხვედრა, ვინც ასე ვთქვათ, ცენტრპოინტი ჯგუფის მიერ იყვნენ დაზარალებულები და ზურაბ აბაშიძის თქმით, წინა ხელისუფლებამ ვერ მოახდინა ამ საქმის სათანადო გამოძიება და ამ საქმეზე ზოგადად სათანადოდ რეაგირება. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, დავით დარჩიაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ამ საქმის გამოძიებისას არ გამოიკვეთება პოლიტიკური დევნის ნიშნები, რადგან მისი თქმით ახალი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ათეულობით ესეთი საქმეა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნის გამო არის აღზრული და მისი თქმით ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ საზოგადოებამ სწორი აქცენტები გააკეთოს. მეც გამოვთქვავ, რომ ცენტრპოინტის პრობლემები, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და მათ შორის გადაწყვეტის გარკვეული სქემები იდებოდა, იქნება გამოძიებული ისე, რომ ეს არ გააჩენს არანაირ არგუმენტს კვლავ პოლიტიკური დევნის გაგრძელების შესახებ. ერთი რამ ფაქტია, რომ გამოძიება მიმდინარეობდა უკვე რამდენიმე თვეა. ცენტრპოინტი, დექსუსის და კიდევ ერთი კომპანია მეგონი და გამოძიებით არის დადგენილი თაღლითობის ფაქტები. ეხლა ამის შემდეგ უკვე თავად სასამართლომ უნდა იმჟელოს უკვე რეალურად და გადაწყვიტოს ამ ადამიანების ბრალეულობა. და უკვე ცნობილია, რომ გამოძიება ცენტრპოინტი ჯგუფის მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მიმდინარეობს და რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს უკვე ბრალი ოფიციალურად წარედგინა ცისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლის მიხედვით, რაც თავის მხრივ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თანხის მითვისებასა და თაღლითობაში გამოიკვეთება. დიდი მადლობა პარლამენტიდან ჩემი კოლეგა მირიან გორგოძე საუბრობდა.